რას გეტყოდათ, რომ შეეძლოს, მოდით ეს თემა განვიხილოთ ჩვენ, მესიგი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. ჩვენ ხშირად ბევრი გვაქვს სათქმელი, გვიგროვდება, თუმცა არ ვერ ვამბობთ. რიგი მიზეზების გამო. მიზეზი ხშირად კი უაზროდ დიდი სიამაყეა. თითქოს დავისჯებით თუ ვიტყვით, ან გამოვხატავთ სიტყვასა თუ ქმედებაში. და რას გეტყოდათ თქვენ, რომ შეეძლოს? პირველ იმას, რომ გააცნობიერა თქვენი ფასი. გადახარშა მთელი ის მოცემულობა, რაც თქვენ მისთვის ოდესმე გაგიკეთებიათ. ძლიერ სინაზესა და სიფაქიზეს განიცდის თქვენს მიმართ. რასაც მაქსიმალურად ფუთავს და ფუთავს ხშირად გაღიზიანებით, აგრესიით, უხეში გამოხატულებით. ეს ის მდგომარეობაა, როცა ფიქრობ ერთს, მაგრამ აკეთებ მეორეს. გეტყოდათ იმას, რომ იმაზე მეტად გაფასებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ, რადგან რომ წარმოგედგინათ, ამის უხვი მიზეზები ნამდვილად არც მოუცია და ის რომ დიდ დანაკლისში გამყოფებდათ მუდამ. ყურადღების, მზრუნველობის, გარეშე და ასე შემდეგ. ის რომ ვნებიანი, ტემპერამენტიანი და სასურველი ხართ მისთვის, თუმცა ვერც იმას გეტყოდათ, რომ მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ბევრი ტრამვები აქვს გავლილი, რთული გზა აქვს. რამაც მისი ფსიქიკა სრულებით შეიწირა. რის შედეგადაც ის ხშირად ვერ აკონტროლებს თავის ნერვებს. რაც თავისთავად გადადის მასზე, ვინც შეიძლება დაბალ ღობედ მიიჩნიოს. ეს თავადაც მშვენივრად იცის. ხშირად არაადეკვატურად გამოხატავს თქვენს მიმართ ნეგატიურ ემოციებსაც, სიტყვებშიც და ქმედებებშიც. და რომ შეეძლოს ბოდიშსაც უპრობლემოდ მოგიხდიდათ, მაგრამ გავიხსენოთ მისი მენტალური მდგომარეობაც, მისი ფსიქიკიდან გამომდინარე. ჯამში აშკარად ძლიერი და ნაზი გრძნობები აქვს თქვენს მიმართ. კონტაქტურობაც სურს, თუმცა რაღაც მხრივ ჩიხში ჰყავს შეყვანილი საკუთარი თავი თქვენთან მიმართებაში. და კონტაქტურობასაც დიდად ვერ ახერხებს. ეს არის ყველაფერი ის მოცემულობა, რასაც გეტყოდათ და არ გეტყვით. წარმატებები, პირადი კითხვები, WhatsApp-ზე 557 16 73 53.